მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. როგორ ხართ? გავწმინდოთ ჯერ სივრცე. გავწმინდე, მაგრამ თქვენთვისაც და აზრები დავალაგოთ კონცენტრირებისთვის. ძალიან აუცილებელია რომ დაალაგო აზრები და კონცენტრირება მოახდინო. საერთოდ ადამიანებს უჭირთ კონცენტრირება და ფოკუსირება. მოკლედ, ეხლა მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა ენერგიებთან დაკავშირებით. ის რომ იცვლება და იწევა ზემოთ დედამიწის ენერგიები იცით, მოგეხსენებათ, ის რომ შემოდის ახალი ენერგიები ღვთიური, ამაღლებული, მაღალვიბრაციული, ესეც იცით, რა თქმა უნდა, ამაზე რუტრირებს უკვე ძალიან ბევრი ბლოგერი, ეზოთერიკოსი და ასე შემდეგ და მისტიკოსი, მაგრამ ფსიქოლოგებიც. ის რომ ყველაფერი უნდა აი ნახეთ წესრიგი, ხო გვიყვარს სახში წესრიგი, ჩემო კარგებო, მაგალითი მომყავს, ხო? აირია სახლი. და გვინდა რომ მოვაწესრიგოთ, ხო, ქაოსია, აქეთ თბილი ტანსაცმელი მაქვს, აქეთ ზაფხულის ტანსაცმელი მაქვს, ზოგი რამე გადასაგდები, გადასახარისხებელი მაქვს, სიტყვაზე ვიცახი, ხო? და მე ეხლა ეს ქაოსი უნდა დავაწყო, დავალაგო, ხო? ანუ ზამთრის ტანსაცმელები დავაწყო ერთად, ზაფხულის ტანსაცმელები ერთად დავაწყო და გადავდო და შევინახო. ის რაც არ მჭირდება გადავახარისხო და თქვათ გავცე, გადავაგდო, სიტყვაზე ვიცახი, რა ძველია და არ მჭირდება. და ყველა ვართ აი ამ სიტუაციაში, ხო? სახლში, ოჯახში, ელემენტალურად, ჩვენ ცხოვრებაში. ნახეთ ეხლა სამყარო და ჩვენი დედამიწა, რომელიც ცოცხალია. და აქ ხდება პროცესები. ენერგიაზეა საუბარი. შემოდის ახალი ენერგია. ძველი აღარ არის, ანუ ციკლურობა ხდება, ხო, ცვალებადობა ხდება, თუნდაც იგივე ზაფხულიდან გადავდივართ შემოდგომაზე და შემოდგომიდან მერე ზამთარზე, ხო, აი ეს 4 სეზონი, ხო არის, 4 season. აი თუნდაც ესე მიმსჯელოთ უბრალოდ ელემენტალურად ენერგიებია ესეც კვანტურად ესე იხსნება, მეტაფიზიკურად ესე იხსნება. დედამიწა არის ცოცხალი არსება, ჩათვალეთ, რომ ის სუნთქავს და ცოცხალია. ეხლა აი წარმოიდგინეთ, მოხდა ძალიან დიდი ნეგატიური შავი ბნელი ენერგიების შემოდინება. დედამიწა ვერ იტევს, იმიტომ რომ დაარღვიეს ბალანსი კიდე არის ის, რაც სამყაროს კანონზომიერება და მთელი კაცობრიობის განმავლობაში ამ ბალანსზე დგას ჩვენი, ასე ვთქვათ, სამყარო, პლანეტა და მთელი მზის სისტემა და ეს არის ღვთიური კანონი. და ეს დაირღვა. ეხლა რა ქნას დედამიწას? აი ნახეთ, რა ქნას, ხო, უნდა გადაახარისხოს. დავანებოთ თავი რელიგიურობას, ხო? დავანებოთ თავი მორწმუნეობას, სიტყვაზე ვიცახი. რა თქმა უნდა, ის ძალებიც გვეხმარებიან, მაგრამ თქვათ, ათეისტი ხართ, ხო? როგორც ის იმბეცილები იქ რო დგანან, ერთომაპატიე. ვანდალები. თქვათ, ანარქისტები ხართ. და არ გწამთ, არც იმის, არც ამის, იძახით, არაფერი არ არსებობს. ჯერ ერთი ესეთი ადამიანები ჩემთან აქ არ შემოვლენ, დარწმუნებული ვარ. მერე მეორე, დაუშვათ მეთქი. ის ხო მაინც გესმით, რომ დედამიწა ცოცხალი პლანეტაა, იმიტომ რომ აქ ხარობს და ცოცხლობს ყველაფერი, ხე, ბალახი, მცენარე, ადამიანები, მშვინვერი არსებები, ხო? ეს მაინც ხო გესმით თქვენ ერთუჯრედიან ტვინებში, ვინც ასე ფიქრობთ, რომ არაფერი არ არსებობს. ხო და აი ნახეთ, დაირღვა ბალანსი, შემოვიდა ნეგატივი დიდი რაოდენობით, შავი ენერგია, ბნელეთის მოციქულები, რო იყვნენ ჯოჯოხეთის კარი გაიღო და ამოვარდნენ და ჩაუსახლდნენ გარკვეულ ნაწილს ადამიანებისას, შეპყრობილებს, რო ვეძახით.
ჯვარი გვეწეროს და შორს ჩვენგან და თქვენგანაც. იმათ გარკვეული პერიოდი მისცეს, რო იტყვიან ბოგინის და ეხლა სამყარო, ნათელი ძალები, იგივე ჩვენი პლანეტა დედამიწა იწყებს და დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ არსებითად ვამბობ, გაწმენდვას, გადახარისხებას, გადანაწილებას, რაც უვარგისია ის გადაიყრება, როგორც სახში რომ ვამყარებთ ხო წესრიგს. რაც ესე იგი ნეგატიურია და ბნელია ის ჩაეშვება იქ და წავა იმ მხარეს, იმიტომ რომ ეს ორი განუყოფელი აი ესეთი ენერგია, ინ, იან, ანუ დღე, ღამე, ნათელი, ბნელი, მაგრამ უნდა იყოს ბალანსი, როგორც უსასრულობის ნიშანი, რვიანი, წარმოიდგინეთ. ისიც, ესეც, ორივე ერთადსა, დედამიწა, ანუ რომ აგიხსნათ ელემენტალურად, იმიტომ ვამბობ. ყველაფერი შედგება ენერგიისგან, გაიგეთ. და ეს ენერგიები რო დაბალანსდეს, იყოს ბატონო და იქნება ის შავი და ვერ გავაქრობთ, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, ნათელი რო არ იყოს, საერთოდ რა ვიცი რა იქნება, უკუნეთი, ხო? ამიტომ აუცილებელია ორივე მხარე, ორივე ენერგია, ასე დააწესა შემოქმედმა ჩვენმა მამა ღმერთმა, ვინ შექმნა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეხლა უნდა გადანაწილდეს. ამიტომ მოდის წმენდვა, დიდი, ძალიან დიდი ღვთიური ენერგია. წარმოიდგინეთ, აი ღვთიური ცეცხლი, ეს არის შაუმანის შკალა დედამიწის ენერგია, სადაც ზომავენ და ხედავენ და უკვე აღარ ემორჩილება იმ აპარატურას და ინსტრუმენტს, იმ ხელა დონეზეა შემოსული, მზის აფეთქებები და ეს ყველაფერი და ახლა დავიწყებ ახლა მეტეოპროგნოზების აქ საუბარს მასზე და ყველა ადამიანი, ანუ ენერგიების მიხედვით ხდება გადანაწილება. როგორ? შენ თუ დაბალ ვიბრაციაში ხარ და რა არის დაბალი ვიბრაცია? ეს არის შიში, ეს არის ძალადობა, ეს არის დაუკმაყოფილებლობა, ეს არის სულ რო ესე იგი უარყოფით გამოსცემ, ხო ვიცით? შენ თუ ნათელ, ანუ პოზიტიურ ენერგიებში ხარ, მაღალ ვიბრაციებში ხარ, ეს ნიშნავს, რომ ადლიერი ხარ, ყოველდღე იძახი ღმერთო გადაარჩინე ჩვენი ქვეყანა, ყველას მშვიდობა მიეცი, ყველა კარგად იყოს, მიმტევებელი ხარ, გიყვარს ადამიანები, მოყვასი, გაქვს იგივე სენტიმენტალობა, იგივე ემპათია გეცოდება შენს ირგვლივ, სხვა ვერ ჩაულიან გულგრილად, ხო? ადამიანია თუ იგივე შვინვერი არსება, ჩიტია, ცხოველია, სიტყვაზე ვიცახ. ესე იგი შენ იმყოფები მაღალ ვიბრაციაში. და ნათელი მხარის, ანუ აქაც არის როგორ იცით, ესეც ისე არის, რომ იწონება აქაც, ხო? რამდენი სიკეთე გააკეთებ, ვთქვათ, რამდენი, ეხა ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ აქ, ვინც ვართ, დანაშაულო და უშეცდომო არავინ არაა, მაგრამ მაინც შენი საქმეებით, ნახე, შენი მოქმედებებით ხდება შეფასება. ვინ გვაფასებს და ჩვენი მფარველი ანგელოზები და ნათელი ძალები. და ის სტრუქტურები და ის არსებები, ვისი ხარ. და ეხლა რახან დაიწყო ესეთი კოლოსალური დიდი ენერგიების შემოდინება კოსმოსში და რაც ზემოთ ხდება, ის ქვემოთ აისახება, ფაქტია. ესეა, დაუწერელი კანონია. ამიტომ დაბალი ვიბრაციის წარმომადგენლები, აი ესეთები, ხო, არსებები, მათ არ დავარქმევ სახელს, ვერ გაუძლებენ და უკვე ვერ უძლებენ. იმ ადამიანებში, ვისშიც არიან ეს არსებები, ხო, ჩასახლებულები და მართავენ მათ და ყავთ დამონებული, მათ შეპყრობილები ქვიათ, ანუ ეს სულიერი სახელი, მაგრამ ნუ ეხა კლასიკურად შიზოიდებს და ასე შემდეგ ეძახიან.
ისინი იწყებენ არაადეკვატურ მოქმედებას. ნახეთ, თავიანთ აი იმ დაბალ ვიბრაციულ სიხშირეში ცხოვრობენ. ელანდებათ, ეჩვენებათ ყველაფერი. აი ეს მტერია, აი ეს ესეთია, ის ისეთია, ეს ანუ აბსოლუტურად ცრუ დეზინფორმირებულები არიან თავიანთ აი იმ მოკლე სივრცეში შეიძლება ითქვას და ეძებენ თავისნაირებს. ანუ ის ადამიანი ეხა სიტყვაზე ვიძახი, მე ესეთი არ მყავს და იმედია არც თქვენ. ჩემნაირ ადამიანთან ის ვერ დადგება და ვერ დაიწყებს, თქვათ, მთელი ქვეყნის და ყველას გინებას, ლანძღვას და ამ უკმაყოფილების და კიდე, რა ვიცი, შეურაცხყოფების ფრქვებას. რატომ? ნაგვის ყრას რო იტყვიან. იმიტომ რომ ელემენტალურად არ დაუდგები მე და არ მოусმენ, ხო? ამიტომ ვერ გაუძლებენ, პირდაპირ დარტყმა მოდის თავის ტვინებზე, რაც უბლოკავთ და მე სხვა ორგანოებზე ხა ინდივიდუალურია. დაიბლოკებიან ეს ადამიანები და ეს გადანაწილება 2030 წლამდე უნდა მოხდეს სამყაროში. რომ მერე მოვიდეს ოქროს ხან, ანუ ესე არის რა. ეხა ყველა სისტემაში ასე თუ ისეა გარკვეული ვარ და ვედურად, ანუ ეს არის ძალიან ძველი სისტემა, ვედური, ძველი, სანსკრიტული, სადაც ასახულია ეს მოვლენები, ეს პროცესები. იგივე ბხაგავად გიტაშია 5000 წლის უკან დაწერილი ეს პროცესი და ამიტომ აი ეხლა ვართ ჩვენ ამ პროცესის მონაწილეები, რასაც სახეზე ვხედავთ. და არჩევანი, ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი, აძლევენ, ნახე. შენი ენერგიის მიხედვით, ვინც რეზონირდება შენთვის, ვინც ახლოს არის, იმას დაუდგები. ხა შენ თუ ხარ დაბალ ვიბრაციული, შენ დაუდგები იმ ვანდალებს, რომლებიც ანგრევენ ქუჩებს, ტეხავენ შუშებს, წვავენ კაფეებს, ისვრიან, რა ვიცი რას არ, იგინებიან, ყვირიან, ანადგურებენ, ცეცხლს უკიდებენ. ეს არის ვიცით რომ სიბოროტეა და ძალადობაა და ვანდალიზმია და პირუტყვობა და პირუტყვობით არ იქცევიან ასე, მაგრამ ეს არის ზუსტად ის დაბალი ვიბრაციის წარმომადგენელი. და შენ თუ მათ დაუდგები, შენი არჩევანი, ესე იგი შენც მათნაირი ხარ, ერთი ჯგრო იქნებით, ერთი ზბროდი ხართ რა. და აი ამ პროცესში, რაც ეხლა ხდება, მინდა სწორად გამიგოთ და არავის შეურაცხყოფას არ გაყენებთ, ფსევდოგურუებო, რევოლუციონერებო რო გამოდიხართ იქ, გურუობაზე, იოგობაზე და ბევრ ამაზე რო გაქვთ პრეტენზია და დგახართ იქ და სკანდირებთ და იმეებს, რა ქვია, ლოზუნგებით, დავაქციოთ ეს ქვეყანა. გურუ თუ ხარ, რომელი გურუ ახდენს ერთი რევოლუციას ისტორიაში, ერთი მაჩვენეთ, ერთი გურუ, რომელიც გამოსულა და რევოლუცია მოუხდენია და ხალხი აუჯანყებია. მითხარით ერთი. ან დაუმტვრევია, დაულეწია რამე. გურუობა არის საერთოდ სხვა რამე. როგორც ბერი, ხო? აი ესე არის ინდუისტურ სისტემაში გურუ, ის სამყაროსთან ჰარმონიაშია, ის მადლიერებას და სიყვარულს გადმოსცემს, ის იმ უარყოფით აზრებს და ფიქრებს თავისი თავიდან, თავისი სხეულიდან შორს რო იტყვიან, აი ესე აგდებს. ის არ უშვებს არანაირ უარყოფით ენერგიას, იმიტომ რომ ის სუფთაა შიგნიდან, გამოსცემს ამ სისუფთავეს ჰარმონიას და გადასცემს სხვა ადამიანებს. და იმიტომაც მიდიან მასთან, რომ ეს ენერგეტიკულად, ეს დადებითი ის სისუფთავე, სული სისუფთავე, ასე ვთქვათ, იგრძნონ, მიიღონ მისგან. რომელი გურუ გინახიათ ერთი, რომ ანგრევდეს, იფურთხებოდეს, კვიროდეს, მე არ მინახია და თქვენ თუ გინახიათ, აგერა ფაქტის სახეზია. ამიტომ თქვი ფსევდო შარლატანი გურუები. ეს ალკე თემაა, რა თქმა უნდა, ყველა იბრალებს ის ვარ და ბოლოს მაინც ყველაფერი გამოჩნდება, იმიტომ რომ ეხლა არის ის პერიოდი, რომ ყველაფერი დამალული, დაფარული, მიჩქმალული გამოჩნდება, გამომჟღავნდება, ანუ არ დაიმალება, გესმით?
შეიძლება ადრე ეს იმ არსებებს გამოსდიოდათ ძალიან კარგად, მაგრამ ეხლა უკვე იმიტომ რომ ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ გადავედით მაღალ ვიბრაციებში, იმიტომ რომ თვითონ სამყარო ითხოვს წესრიგს, აღარ გამოვა აქ დარღვევა, გესმით? აღარ გამოვა თვალთ მაგცი და ესეთი რაღაცეები. და გავაგრძელოთ ეხლა საუბარი, გამიგრძელდა თემა, მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ამიტომ თქვენ გაქვთ გეძლევათ ყველას თვითონ თქვენთაგანს არჩევანი, ვის მხარეს დადგებით, რა ენერგიას შემოუშვებ. ეს არის დაუწერელი კანონი. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, თუ ადამიანი ხარ, რა თქმა უნდა. და იმის მიხედვით, ვის მხარეს დგახარ და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, ეს არის შენი შინაგანი გრძნობები, ფიქრები, ემოციები. აი სად დადგები, როგორ დადგები და როგორ იმოქმედებ, იმის მიხედვით გადაგიწყვიტავენ ზემოდან შენს ცხოვრებას, შენს მომავალს. და შენ აირჩევ, ანუ თუ შენ გინდა გამუდმებული ომი, გამუდმებული ესეთი დაუკმაყოფილებლობა, ეს ყვირილი, გინება, ბილსიტყვაობა, საშინელება, ხო? დაგტოვებენ შენ მაგ ენერგიაში, აი მაგ სიტუაციაში იმ ადამიანებთან, ვინც ესეთები არიან, შენი მსგავსნი, გესმის? და შენ თუ არ ღებულობ მას, მე მაგალითად არ ვღებულობ და ვერ მივიღებ, ტელევიზორსაც ვერ უყურებ მაგის გამო, იმიტომ რომ სულ უარყოფითია, აი სულ ნეგატივია. და ცუდად ხვდები, რომ თუნდაც ხმა მესმის, უკვე ცუდად მხდის, ხო? ვერ ვღებულობ, ვერც სხეულით და ვერც სმენით და ვერაფრით. ხილვადობით მით უმეტეს რაღაც არსებებს გვანან. ხო და რაც არიან, იმას ემსგავსებიან. რაც არის შიგნით ადამიანი, იმას ემსგავსება გარეგნულათაც. ეს ესეა, ფაქტია. ხო და ამიტომ აი ეს წესრიგი რომ უნდა ანუ დამყარდეს, ხო? სამყარო ვერ იტანს უწესრიგობას. ჯერ ანჯღრევს ომებით, წყალდიდობებით, მიწისძვრებით, რა ვიცი, ვულკანების ამოფრქვევებით, ყველაფრით, რომ ადამიანი გონს მოეგოს. არა. არ მოდის გონს, მაინც აგრძელებს იგივე ერთმანეთზე სიძულვილი, სიბოროტე, რა ვიცი, რა არა, ხო? ახლა აღარ მინდა ჩამოვთვალო, კი ხედავთ ფაქტის სახეზეა და თან ბევრია ეს ენერგია, ანუ უარყოფითი, ხო? და ვერ უძლებს სამყარო, ვერ უძლებს და ამიტომ ეხლა მოდის ეს გამწმენდი ენერგიები ზემოდან, აი რო იტყვენ ღვთიური ცეცხლით. ამ ღვთიურ ცეცხლს, ანუ ვერ იტანს ის ქვედა სისტემა. ის ვერ გაუძლებს. და იცის, რომ ანუ ბოლო გაფართხალება აქვს რა. და იბრძვის ეხლა რომ დარჩეს როგორმე აქ. მაგრამ ნუ ვერ მოხდება ესე, იმიტომ რომ გაიყრებიან, გაქრებიან და გადანაწილება მოხდება, რომ ისევ დადგეს ჰარმონია დედამიწაზე. ამიტომ ეს არის პროცესი, რასაც გავდივართ და ჩვენ ახლა ამ პროცესის მონაწილეები ვართ ყველა ჩვენთაგან. ამიტომ ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული. უარყოფით აირჩევ და დარჩები იმ სამუდამო იმაში, რო იტყვენ ტანჯვაში, როგორც აღწერილია ხო წიგნებში. აირჩევ შენ მშვიდობას, აირჩევ შენ იგივე იტყვი, რომ ღმერთო, ყველა კარგად იყოს, ყველა მთელი გულით, ხო, ელემენტალური ეს სიტყვაც კი, მადლობას იტყვი, რომ გაიღვიძე დღეს, ესე იგი, ბედნიერი დილა, ღმერთო, უსურვებ ჩემს ქვეყანას მშვიდობას, ელემენტალური, ეს ელემენტალური ფრაზაც კი გადამრჩენელია ეხლა თქვენთვის. გადამრჩენელი, ამიტომ დაუკვირდით სიტყვებს, დაუკვირდით ფიქრებს, აზრებს. ნუ მოქმედებას ხო, რა თქმა უნდა დაუკვირდეთ, იმიტომ რომ თქვენი სიკეთით და კეთილი საქმეებით გადარჩებით და ეს რაღაცა უარყოფითი ხო, რაღაცა ცოდვები, რაღაცა იქ სიტუაციები, ცხოვრებისეული ყველას გვაქვს, ხო? უდანაშაულო არავინ არ არის და უშეცდომო გადანაწილება მოხდება თქვენი ამ კეთილი საქმეებით, ხო?
ამიტომ თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული და რა ვიცი, აი რომელ მხარეს აირჩევთ, ვის მხარეს დადგებით, პოლიტიკას არ ეხება კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის სამყაროსეული კანონზომიერება, უნდა მოხდეს გადანაწილება. მოხდეს რა, ფაქტიურად სახეზეა, უკვე ხდება წესრიგი, შენ ხო ამყარებ სახში წესრიგს. აი ესე უნდა დაამყარონ უზენაესმა სტრუქტურებმა, მაღალვიბრაციულმა წესრიგი დედამიწაზე, იმიტომ რომ უკვე წარმოუდგენლად რო იტყვიან გაშავებული და აი ესეთი უარყოფითი ენერგიების დემონსტრაცია ხდება ყველგან, ყველა ქვეყანაში და ყველა სიტუაციაში. გადახედეთ, სად არის ახლა მშვიდობა, თითქმის არეულია და ქაოსია ყველგან. და ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. კონტინენტებიც კი შეიცვლება. აღარ მინდა ძალიან შორს წავიდე. ყველაფერი ღვთის უფლის ხელშია, გვწამდეს, გვჯეროდეს კარგის და მაინც მე გირჩევდით, რომ დადებითი გამოუშვათ პირიდან. და ვნახოთ ახლა აბა დღევანდელი დღის ენერგიები. როგორია, რას გვეტყვიან ჩვენი ლამაზი ფარველები. მოკლე იქნება გაშლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე. მზე ამოვიდა. დიახ ბატონო, აი მზესავით გაანათეთ. იყავით მზეები თქვენ გულებში და ეს სითბო და ეს სიყვარული გადაეცით ყველას. აბა თქვენ იცით, ეს ძალიან კარგი კარტია და ამიტომ მეც არ ამოვიღებ. ეს არის გამართლების, ეს არის ბედნიერების, ეს არის სიხარულის, ეს არის გამარჯვების, ახალი დასაწყისის და იმის, რომ შემოდიან ნათელი ძალები და ჩვენი ფარველები. უზენაესი, უმაღლესი, აი ესეთი მაღალ ვიბრაციული წარმომადგენლები და მადლობა თქვენ ამისათვის. აბა თქვენ იცით, სულ მზეები ვით, თბილები და ნათელები ყოფილიყავით და გაგინათოთ ღმერთმა გონება. მადლობა.